დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია მიმდინარეობს. სიტყვით გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. Გაბატონებო ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე დღეს თქვენს წინაშე უნგრეთში, ქვეყანაში, რომელმაც მტკიცე დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა. ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს ბატონ ვიქტორ ორბანს მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლების და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა. ჩვენ ქართველები განსაკუთრებით ვაფასებთ მას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს და ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატეს. დიდი მადლობა ბატონო ორბან ამისთვის. თქვენთან მოვიტანე საქართველოს ხმა იმ ქვეყნისა, რომელიც 3000 წელზე მეტია იმპერიების გზაჯვარედინზე დგას, ქვეყნისა, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ერი გახდა მსოფლიოში. საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციებს გაუძლო და მაინც დავჭეთ გაუტეხელნი ქართველებად დავჭეთ. გვიამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად. რადგან ვიცით, რომ როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას, ის კარგავს საკუთარ თავს. დღეს დასავლეთი დგას გზაჯვარედინზე. არა მხოლოდ პოლიტიკური დასავლეთი, არამედ ცივილიზაციურ დასავლეთიც. დასავლეთი, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ და დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი იდენტობა და ღვთისგან მონიჭებული უფლება, ვიყოთ ის, ვინც ვართ. ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი, ჭეშმარიტი დასავლეთის. თავისუფლების, რწმენის და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და არა იმ deep state-ისა, რომელიც ცდილობს მსოფლიოს არაფრად აგზნობინოს თავი და ყველაფერის მართლად საკუთარი თავი ჩათვალოს. ჭეშმარიტი ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი, ჩვენი დასავლეთი ჯერ კიდევ ცოცხალია, ის ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი. და ის ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში, მთელს ევროპაში და მის მიღმაც, ყველას გულში, ვინც დაიღალო იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლო სიყვარული დანაშაულია. ჩვენ ვართ ევროპულიერი. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია. მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე. იყო პროევროპული არ ნიშნავს ანტიქართული. ჩვენ გვწამს ერებისგან შემდგარი ევროპის, თავისი ძლიერი იდენტობით და ჩვენ სიამაყით ვდგავართ მათ გვერდით, უნგრეთში და მის მიღმაც, ვინც ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პატრიოტიზმი არის ღირსება და არა ცოდვა. ჩვენი ეროვნულობა, ერთგულება, ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცია, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებას და სუვერენიტეტს. ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც იდენტობას გაცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობას. დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ღრმად შემაშფოთებელ მოვლენას ვხედავთ. ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას ვხედავთ. აგრესიული და შეუწყნარებელი, უცხოური დაფინანსებით გავრცელებული იდეოლოგიისა და მოძრაობის სახით, რომელიც მიზნად ისახავთ სახელმწიფოების და საზოგადოებრივი ინსტიტუტების დასუსტებას, სიძულვის ახალისებას, გენდერული და LGBT პროპაგანდის ხელშეწყობას და ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებების რგევას. ის თითქოს იცავს უფლებას, მაგრამ ანადგურებს ერის უფლებას განსაზღვროს საკუთარი განვითარება. ტოლერანტობას სამოფარებული ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას. ბოლო 3 წლის განმავლობაში მსოფლიო შეესწრო საშინელ ტრაგედიას უკრაინაში. დასაწყისშივე ჩვენი ხელისუფლება აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას მოსალოდნელ შედეგებზე. სამწუხაროდ ეს გაფრთხილებები იგნორირებული იქნა. ჩვენ საქართველოში კარგად გვესმის რა ფასად მოდის ომი. და კარგად ვიცით რა ფასი აქვს მშვიდობას. სწორედ ამიტომ 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში. უკრაინის ომის დაწყებიდან ჩვენ გავუძველთ უზარმაზარ ზეწოლას, როგორც გარედან, ისე შიგნიდან. იმ ძალებისგან, ვისაც სურს საქართველო კვლავ გადაიქცეს საბრძოლო პოლიგონად. ჩვენ სხვა გზა ვირჩიეთ. მშვიდობის გზა ომის ნაცვლად, სტაბილურობა ქაოსის ნაცვლად. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მშვიდობის მხარეს იდგება. მაგრამ მშვიდობა ყოველთვის მოწყვლადია თუ მას სიმართლე არ იცავს. წლების განმავლობაში გავლენიანმა საერთაშორისო მედია საშუალებებმა კოორდინირებული შეტევები განახორციელეს საქართველოში. მათ სიცრუეზე აგებული ნარატივი მიზნად ისახავდა საქართველოს ჯაზ იმისთვის, რომ ომში ჩართვაზე უარი ვთქვით. სუვერენიტეტი ავარჩიეთ, ეროვნული ინტერესები დავაყენეთ უპირველეს ადგილას. წლებია საქართველოს იბრძვის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოების და მედია საშუალებების დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომლებიც პროგრესს კი არა,
კერებსახურები არ ამცდილებენ ჩვენი ღირებულებების გადაკეთებას. როდესაც საქართველოს გატარა ინიციატივა, რომელიც სუვერენიტეტის დაცვას და არასამთავრობების გამჭვირვალობას ემსახურება, ამას მუქარით და სანქციებით შეხვდნენ. მხოლოდ იმიტომ, რომ გავბედეთ, თქვა, დავიცვათ საქართველოს, დესაქართლოს დავიცვათ გადაწყვეტას თავად ეს ყველაფერი ყველაზე მოთხზენებული შემაშფოთებელი მოვლენა მსოფლიო მშვიდობის რღვევა, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნული და რელიგიური იდენტობისთვის, გენდერული და LGBT პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების შეზღუდვის მცდელობა, მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა და ცენზურა, ლიბერალური ფაშიზმი ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული. ჩვენ ამ ცენტრს 2022 წლიდან გლობალური ომის პარტიას ვუძახით. ხოლო შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია მას deep state-ად მოიხსენიებს. მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ბრძოლა deep state-ს გამოუცხადა. უცხოური ინტერვენციების ცნობილი მეთოდები, როგორიცაა USAID და NEDI, რომლის მეშვეობითაც deep state-ი ცდილობდა საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში 4 რევოლუციის მოწყობას, გაუქმებულია ორივე. ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები იმედის მომცემია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. როგორც ჩანს, deep state-ი ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოს ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში. ამის მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული 6 უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი, ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელიც ასევე უსამართლოა და ქართულ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს deep state-ს და უეჭველად დადებითად აისახება ეს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. წარმატებას უსურვებთ ახალ ადმინისტრაციას ამ ბრძოლაში, ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში. დასასრულ მსურს წარმატება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვა მსოფლიოს ყველა ლიდერს, ვინც მტკიცედ დგას რადიკალური მემარცხენე ლიბერალიზმის და deep state-ის გავლენის წინააღმდეგ, ვინც იცავს ეროვნულ სუვერენიტეტს, ტრადიციულ ღირებულებებს და თავის ხალხის ნებას. ღმერთმა დალოცოს უნგრეთი, ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს თავისუფალი და მშვიდობიანი მსოფლიო.